წითელი ალარმები როგორ შეიძლება ამოვიცნოთ საკუთარ თავში. აი მაგალითად, მე ხა დედაჩემსაც აქვს მსგავსი პრობლემა, ჩემს საუკეთესო მეგობარსაც მსგავსი პრობლემა აქვს. ძალიან მომრავლდა, როდესაც ადამიანები ისტერილ ფორმაში ამოწმებენ უკვე საკუთარ ჯანმრთელობას, ხო? აი მე როგორც პაციენტმა, როგორ მივხვდე, რომ ეს უბრალოდ ზრუნვა აღარ არის და ეს არის რაღაც უფრო შეპყრობა ამ იდეით. თვით ზრუნვა ეს არის ძალიან კარგი რამ, ამიტომ მე მას არ დავაკნინებ პირიქით ნეტავ კი ჩემი კულტურაც უფრო მაღალი იყოს ამ მხრივ და ნეტავ კი მართლაც საზოგადოების კულტურა მაღალი იყოს ესეთი ჰიგიენის მიმართ, რაც არის საკუთარი თავის გამოკვლევა იმ სიხშირით და იმ პროტოკოლით, როგორც ეს რეკომენდირებულია გარკვეულ ასაკში, მაგალითად ქალები თუ დროულად 40 წლის ასაკის მერე მიმართავენ მამოგრაფიას, მაგალითად თუ კაცები იმოწმებენ პროსტატის ჯირკვალს ასეთივე რუტინული იმითი ხო თუ კი სისხლის ანალიზს ადამიანი იკეთებს წელიწადში ერთხელ და ასე შემდეგ ამგვარი კულტურის შეძენა მხოლოდ და მხოლოდ სასურველია ეს პრევენციული მედიცინით ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს რომ ეს გააკეთონ ამიტომ ამგვარი თვითზრუნვა ძალიანაც კარგია სტომატოლოგთან ვიზიტი კბილების გაწმენდა დროულად და ასე შემდეგ ამას მხოლოდ მივესალმები